2025 წელი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეების თვალსაზრისით საკმაოდ დახუნძლული იყო. ბოლო 12 თვის განმავლობაში ამ სტუდიიდან თითქმის ყველა მათგანზე ვისაუბრეთ. დღეს კი მთავარ 10 მოვლენას ერეკლე პოლოდიშვილი შეაჯამებს ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. საუბარი უნდა დავიწყოთ გერმანიით, რომლის ფედერალურმა პარლამენტმაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, ეგრეთ წოდებული შუქნიშნის კოალიციის დაშლამდე სულ ცოტა ხნით ადრე კანონმდებლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც გერმანიის მთავრობას ვალის აღების ზედაზღვარი მოეხსნა. რაც ყველაზე მეტად თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულად გაზრდის საჭიროებამ განაპირობა. ვჩებით ევროპაში, სადაც არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის ლიდერებმა, ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაყინული 210 მილიარდი ევროს რუსულ აქტივებს უბადოდ გაყინავდნენ. მართალია კრემლს ამ თანხებზე წვდომა ისედაც არ ჰქონდა, თუმცა აქამდე გადაწყვეტილება ყოველ 6 თვეში ერთხელ დადასტურებას საჭიროებდა. დეკემბერში შეჯერებული ამ პოზიციით კი პუტინის რეჟიმს შიდა დაპირისპირებების გაღვივებისა და თანხების დაბრუნების შანსები ფაქტობრივად სრულად დაეკარგა. რუსეთის მიერ წამოწყებული ომი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რამაც განაპირობა წელს ევროპული ეკონომიკის სტაგნაცია. თუმცა წლის განმავლობაში კონტინენტზე უარყოფითი ვითარების გაღრმავება, ინვესტორების დაინტერესების შემცირებამ, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვამ, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ შენარჩუნებულმა რეფინანსირების განაკვეთმა და რაც მთავარია მკაცრმა რეგულაციებმა, ასევე ამერიკის ტარიფებმა განაპირობა. ტარიფებმა, რომლებმაც ყველაზე მეტად დააზარალა ექსპორტზე მომართული ევროპული ქვეყნები, მათ შორის გერმანიაც. წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა მართლაც იყო ტარიფები. აპრილის თვეში თითქმის მთელი მსოფლიოს, მათ შორის ევროკავშირის წინააღმდეგ დაწყებულმა სავაჭრო ომმა სრულიად შეცვალა თამაშის წესები. გადაალაგა მიწოდების ჯაჭვები და შექმნა ახალი ალიანსები. მაგალითისთვის, კარნი ტრამპის დაპირისპირების ფონზე კანადამ პირი ევროპისაკენ იბრუნა და ახალი მოკავშირეების ძიება იქ დაიწყო, მათ შორის დიდ ბრიტანეთთანაც. იგივეს ცდილობენ სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოები ტრამპმა თავისებური ტარიფებით და ინვესტიციების სანაცვლო დათმობებით სრულიად ახლებული ეკონომიკური მოდელი შექმნა. მოდელი, რომლის ნაყოფსაც მალე ვიხილავთ. თუ ტრამპის გაპრეზიდენტება სავაჭრო პარტნიორებს კოშმარად ექცათ, სიხარულის მიზეზად გადაექცათ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომელთა ზრდამაც რეალურად განაპირობა წელს საფონდო ბირჟების რეკორდული შედეგები. S&P 500 6900-იან ნიშნულს გადასცდა, NASDAQ-მა კი 23600-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც წლიურ ჭრილში 18%-ია. ტრამპის წვლილი აქ მხოლოდ ტექ გიგანტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება იყო, ხოლო დანარჩენი თან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებამ და თან AI ინდუსტრიაზე მომართული გიგანტების, მათ შორის ცხადია, უნდა ვახსენოთ ის NVIDIA-ს ზრდამ განაპირობა. წელს ყურადღების ცენტრში მოექცა ენერგეტიკული ბირჟაც, უფრო კონკრეტულად კი ორი მეტალი, ოქრო და ვერცხლი. წრიულ ჭრილში ოქროს ზრდამ 66%-ს გადააჭარბა, ვერცხლისამ კი 160%-ს. ეს რეკორდული შედეგი პირდაპირ კავშირშია გეოპოლიტიკურ მოვლენებთან და რაც მთავარია ოქროზე მოთხოვნის ზრდასთან. თითქმის ყველა სახელმწიფომ, მათ შორის და განსაკუთრებულად ჩინეთმაც კოლოსალური მოცულობის ოქროს შესყიდვა დაიწყო. ამან კი ოქროს ფასი უნციაზე ჯერ 4000-იან ნიშნულს გადააცილა, შემდეგ კი თითქმის $4500-მდე გაზარდა. რაც შეეხება ვერცხლს, მისი ზრდა ცხადია პირდაპირაა კორელაციაში ოქროსთან და მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის. დედოლარიზაციის გაძლიერების მიზნით ოქროს რეკორდული რაოდენობით შესყიდვის მიღმა ჩინეთმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბით დაგვამახსოვრა წელს თავი. ქვეყნის სავაჭრო პროფიციტმა წელს 1 ტრილიონს მიაღწია, ანუ ექსპორტზე 1 ტრილიონით მეტი ღირებულების საქონელი გავიდა, ვიდრე შევიდა. ეს არც თუ გასაკვირად შტატების სატარიფო პოლიტიკამაც განაპირობა, მათ შორის ამერიკის ბაზარზეც, რადგან კომპანიებმა წინასწარ დიდი რაოდენობის იმ ჩინური პროდუქტების შესყიდვა დაიწყეს, რომლებიც შემდგომ ტარიფებში მოექცეოდა. ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სიახლე ჰქონდა იაპონიიდანაც, რომლის ცენტრალურმა ბანკმაც ბოლო 30 წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 25%-ული პუნქტით გაზარდა. აქ უნდა აღნიშნოთ, რომ არ გაზრდილა პროცენტული პუნქტი არც 2008 წლის კრიზისის დროს და არ გაზრდილა არც პანდემიის დროს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება
გამკაცრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად ინფლაციის 2%-იან ნიშნულზე შენარჩუნება სახელდება. თუმცა ვერ გავექცევით მოცემულობას, რომ მსგავს ისტორიულ ცვლილებას, ასევე შემდგომი გამკაცრების დაანონსებას იაპონიაში ახალი მთავრობის მოსვლა განაპირობებს. წლის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებზე საუბარს ვასრულებთ სრულიად ახალი ამბით, რომელთაც ინდოეთმა მართლაც მოახერხა ამ სიაში ადგილის დაკავება ქვეყანამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ სწორედ იაპონიას გადაუსწრო და გახდა მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ეკონომიკა 4 ტრილიონ 160 მილიარდით. ცხადია, მთავრობის ამ განცხადებას IMF-ის დადასტურებაც დასჭირდება, თუმცა მოდის ხელისუფლება გაჩერებას აქაც არაპირებს და უკვე აანონსებს, რომ 2-3 წელიწადში მესამე ადგილოსან გერმანიასაც გადაუსწრებს, რადგან ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია აქვს. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ასეთი იყო 2025 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენები, რომელთა გავლენაც მომავალ წლებში კიდევ უფრო მკაფიოდ ხელშესახები გახდება.